საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. მე გიორგი დოლიცე ვარ. დღეს მართლმადიდებლური სამყარო ნიკოლოზოვის დღესასწაულს აღნიშნავს. წმინდა ნიკოლოზის დროს გრძნობ სიყვარულს ღმერთისადმი, რწმენას, დიდ რწმენას გრძნობ და დიდ სიხარულს. სოფელ ბახვში ჩხავერის მეურნეობა შველას ითხოვს. ამდენი მიწა არის უნიკალური ნიადაგი. ვიზია ძალიან კანა მემტკივა გული მე დღეს თუ ყვალ არ ვიქნები, მაგრამ გული მტკივა რომ რატომ რჩება ასე ჩხავერი მეთქი. ლიდერთა სკოლის მოსწავლეთა დებატები ნომერ მეორე საჯარო სკოლაში. ძალიან უწყობს ხელს ჩვენს გონებრივ განვითარებაზე, ისეთ საკითხებზე ვჯობთ, რაც მომავალში აუცილებლად დაგვჭირდება. დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ნიკოლოზოვის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით შემოქმედის ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში წირველოცვა აღევლინა. საქართველოს ეკლესიის მფარველის მირონ ლუკიის მთავარი ეპისკოპოსის წმინდა ნიკოლოზ სასწაულთ მოქმედის ხსენების დღე ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიით აღინიშნა. წმინდა ნიკოლოზი, რომელიც საქართველოს ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც მას პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია შეავედრა, ქართულ ხალხში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. მოწმუნენი წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისთვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ. ზიარების მიღების შემდეგ მრევლს მამა ერმოლაუსმა ტრადიციული ქადაგებით მიმართა. წმინდა ნიკოლოზის დროს გრძნობ სიყვარულს ღმერთისადმი, რწმენას, დიდ რწმენას გრძნობ და დიდ სიხარულს. აი დიდი სიხარულით მოვედი დღეს მე აქ. მთელ საქართველოს და მთელ მორწმუნეებს და მთელ ხალხს, საქართველოს ხალხს. ბედნიერი ყოფილიყოს ეს დღე ყველასათვის, ეს წმინდათა წმინდათა. წმინდა ნიკოლოზი მართლაც განსაკუთრებული ყველასთვის საყვარელი წმინდანი არის, ზეციური მნათობი, რომელიც არა მარტო მართლმადიდებელი ქრისტიანის, არამედ საერთოდ ყველა ადამიანის მფარველია, ყველასთვის საყვარელი წმინდანია, რამე თუ წმინდა ნიკოლოზი იყო ღვთისმრჩეული ჭურჭელი, რომელიც განსაკუთრებულ დიდი სიყვარულით გასცემს იმ მადლს, რომელიც მასზე მოდის ქრისტე ღმერთისაგან. და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენზე სულიად საქართველოზე იყოს ეს მადლი გარდამოსული. დაგლოცოთ ღმერთმა და წყალობამ. მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. მირონ ლუკიის მთავარი ეპისკოპოსის წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში მისვე სახელობის ეკლესიაშია დასვენებული. თოვლიან ფერდობზე შეფენილი ჩხავერი და მონდომებით მომუშავე გურულები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. სოფელ ბახვში დეკემბრის თვეში მიმდინარე რთველს დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი დაესწრო. ამისადა იგი ღვინო არა არცა სტალინის მიქონდა, აი ღვინო არჩა ყველა ღვინოებდა და კაჭიჭი და ველური მას მიჩიბა თუ ნოვეს. როგორც ამირან ბაბუა ამბობს, ჩხავერი ყურძნის საუკეთესო ჯიშია და როცა მისი სხვა ყურძენთან შედარება გაუბედეთ, გაგვიბრას და კიდეც. ამირან დოლიძე აქ არსებულ მეურნეობაში 1950 წლიდან მუშაობს. ჩხავერი მისი ცხოვრების ნაწილია და ამ იშვიათი ჯიშის ყურძნის მომავალს ძალიან განიცდის. მეურნეობა სულ არსებობდა გუდაუთა, ქედა, საჭამისერი და ბახვი. ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი, ყველაზე მეტი ხარისხიანი და ნიადაგის ფრო დარჩა ეს მეურნეობა. ამდენი მიწა არის უნიკალური ნიადაგი. ვიზია ძალიან კანა მემტკივა გული მე დღეს თუ ყვალ არ ვიქნები, მაგრამ გული მტკივა რომ რატომ რჩება ასე ჩხავერი მეთქი. ჭაბუკა მამეიშვილმა და ლევან თოიძემ ჩხავერის მეურნეობის აღდგენა სწორედ იმ ფართობზე გადაწყვიტეს, სადაც ეს ყურძენი 1929 წლიდან მოჰყავდათ. ამ ეტაპზე ვაზი 9 ჰექტარზე გააშენეს, მაგრამ აპირებენ მომავალში 22 ჰექტარი მოიცვან. როგორც მეურნეობის აგრონომი ამბობს, გეგმა მასშტაბური და პერსპექტიული აქვთ, მაგრამ მისი განხორციელება სახელმწიფოს თანადგომის გარეშე შეუძლებელია. მე ვფიქრობ, რომ იდეის დაახლოებით 75% მაინც განუხორციელებელი დარჩება, თუკი სახელმწიფო არ ჩაერევა ამ საქმეში. თუმცა ჩარევას არ გულისხმობ მე, ასე ვთქვათ, მაქსიმალურ ყურადღების მიქცევას. პირველ რიგში თანხა, რომელიც მე ამას თავისუფალ თანხას ვეძახი, რომელიც გარკვეული დროით უნდა იყოს უპროცენტო და შემდეგ ძალიან დაბალ პროცენტიანი. ეს არ გულისხმობს მეურნეისთვის, მეწარმისთვის ჩუქებას თანხის უბრალოდ სწორი ხარჯვა და მისი კონტროლი ეს არის სახელმწიფოს ჩემის აზრით მთავარი, ასე ვთქვათ, ამოსავალი წერტილი. ირგვლი ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოიყურება. თოვლიან ფერდობზე შეფენილი ჩხავერი,
მზით გაჩახჩახებული გარემო და მონდომებით მომუშავე გურულები. პერსპექტიული მომავლისა და სახელმწიფოს თანადგომის იმედით. განათლების უფლება შრომის უფლებაზე უპირატესია. დებატები ნომერ 2 საჯარო სკოლაში ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა გამართეს. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წევრებს მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა საჯარო სკოლებში აქვთ დაგეგმილი. კარლ პოპერის დებატ ტურნირმა სტარტი მეორე საჯარო სკოლიდან აიღო, რომელიც ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლის დებატ კლუბის წევრებს შორის გაიმართა. პირველი შეხვედრა რეზოლუციაზე განათლების უფლება შრომის უფლებაზე უპირატესია ჩატარდა. ლიდერთა სკოლის დებატ კლუბის ყველა რეზოლუცია ბავშვთა უფლებების პოპულარიზაციას ეხება. ტურნირში მონაწილეობას დებატ კლუბის უფროს კლასელებისაგან დაკომპლექტებული 10 გუნდი იღებს. კარლ პოპერის დებატების პოპულარიზაციის მიზნით ტურნირის ყველა თამაში გარდა ფინალისა გასვლითი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ბავშვი ჩაერთოს და თუ არ იქნას მონაწილეობას დაესწროს მაინც, იმიტომ რომ ძალიან უწყობს ხელს ჩვენს გონებრივ განვითარებას და ისეთ საკითხებზე ვჯობთ, რაც მომავალში აუცილებლად დაგვჭირდება. ტურნირის შემდეგი თამაში 20 დეკემბერს მეოთხე საჯარო სკოლაში გაიმართება. როგორი ამინდი გველოდება ხვალისთვის გურიის რეგიონში, ამის შესახებ უკვე ნათია მუქერია ისაუბრებს. მე ისევ დაგებრუნდით ყოველდღიური ამინდის პროგნოზი, თუმცა სანამ გაგაცნობდეთ უფრო ცლად ამინდის პროგნოზს, მინდა თითოეულ თქვენთაგანს მოგილოცოთ ნიკოლოზობა და გისურვოთ მისი მფარველობა და შემწეობა, რაც შეეხება ამინდის პროგნოზს. ოზურგეთში ხვალისთვის სინოპტიკოსები ვარაუდობენ მზიან ამინდს, დღე-ღამის განმავლობაში ჰაერის მინიმალური და მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება 1-10 გრადუსი. ლანჩხუთში ასევე ნავარაუდები არის მზიანი ამინდი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დაფიქსირდება 12 გრადუსი, მინიმალური იქნება 3 გრადუსი. რაც შეეხება ჩოხატაურს, ხვალისთვის ასევე ნავარაუდები არის მზიანი ამინდი და იმედია სინოპტიკოსების ვარაუდი გაამართლებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით გათბება 11 გრადუსამდე და მინიმალური დაფიქსირდება 2 გრადუსი. მე ამით დაგემშვიდობებით და მადლობთ ყურადღებისთვის. დროებით. ასეთი გახლავთ ხვალინდელი დღის ამინდის პროგნოზი. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულებულია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, მადლობთ ყურადღებისთვის.